ხო? ვიღებ! საქართველოს გაუმარჯოს! დავაი აწი. აწი უსინა მაგას. მე გაიჭირე თავს, რუსი ოკუპანტები! საქართველოს გაუმარჯოს! 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 საქართველოს გაუმარჯოს! ბიჭო ხებოდა წაუგიდებ უფრო ზემოთ სამიოდის ნახოთ რა ქალაქმა რა. თვითონ საქართველოს ნახოთ ვისი გამტეხებლებიც არიან და რა დახვდება თვითონაც. ნახოთ. ამას ხალი არ გვაქვს რამე რო და პროტესტის მიზეზი არის ოკუპანტის დროშა აფრიალეს სამარცხვინო ჩვენს ქალაქში, რომელმაც 2008 წელს დაბომბა ქალაქი და უდანაშაულო ადამიანები მსხვერპლი გახდა აი ამ დაბომბვის, რომელსაც 20% საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებული აქვს და მცოცავი მართულხლართებით იპყრობს ჩვენს ქვეყანას. საქართველოს დროშა არ არის არსად აფრიალებული და რუსეთის დროშა ფრიალებდა აქ. ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდებოდა დღეს აქ პროტესტის გრძნობა, ვისთვისაც სამშობლო ძვირფასია, ვისთვისაც სამშობლოს ღირსება ძვირფასია, ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდებოდა პროტესტის გრძნობა და ჩვენი პროტესტი გამოვხატეთ, დავწვით რუსული ოკუპანტების დროშა. მე არ ვიცი ამ ემოციებს რა დავარქვა. ყველაფერს ველოდებოდი ქალაქში, მაგრამ იმ ქვეყნის დროშას, რომელმაც 2008 წელს დაგვბომბა. სადაც სპორტის უდანაშაულო მუშები დაიღუპნენ, სადაც ჩვენი ჟურნალისტები ტყვეთყავდათ წაყვანილი, გაგვანადგურეს. დღეს ამაყად ფრიალებს რუსული დროშა. კომენტარი ადამიანებისთვის მიმინდია, ვინც ამას უყურებს. აქ არაფერ შუაში არ არის პარტიულობა. ჩვენ შარშან დაძახებულები ვიყავით შავი ზღვის აუზის ქვეყნების ფესტივალზე, მაგრამ ეს ფესტივალი რუსეთში რომ იყო არ წავსულვათ. ჩამოვიდნენ, ჩვენ არა გვაქვს რუსი ხალხის მიმართ პროტესტი. უბრალოდ მათ სახელმწიფოებრივ დროშას ჩვენს ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში არ ავაფრიალებთ. ეს იცოდეს ყველა. მინდა გითხრათ, რომ 5-დან 10 ნოემბრი ჩაათვლით, ტარდება საერთაშორისო საბავშვო ფესტივალი თეთრი თოლია, რომელსაც აკეთებს თვითონ სტუდია თეთრი თოლია. ვინაიდან ასეთი ხმაური და აჟიოტაჟი გამოიწვია დროშების გამოფენამ, თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება ჩამოხსნას აღნიშნული დროშები. დროშის დაწვა ეს უკვე სასჯელია. უნდა დაისაჯოს უფრო სწორად, ხო? სახელმწიფოს დროშას წვა, მე მგონი ამას არანაირი გამართლება არ აქვს. მე როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ ფესტივალის, ჩემთან მოსულიყო, ვინც წვავდა ამ დროშას და ეთქვა, რომ არ გვინდა რომ ეს დროშა არის, დაუშვათ, რატო არის, ჩემთან ეკითხათ. მე ვეთყოდი, მოდის სამი მცირეწლოვანი ბავშვი, რომელსაც მოყვება მათი მასწავლებელი და გამახსენდა ჯარისკაცის მამა.
მე მგონი ანალოგიური მეორდება, მე მგონი ჩვენ ფაშისტები არა ვართ და ჩვენ კულტურა, სპორტი და ის ხალხი, ვინ ჩვენ არა ვართ პოლიტიკოსები, ხალხო, ჩვენ პირიქით, ჩვენ შეგვიძლია შევკრათ, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, ჩვენ შეგვიძლია შევარიგოთ ხალხი და ჩვენ შეგვიძლია მშვიდობა დავამყაროთ ამ ქვეყანაზე. უგუნ გვაცალონ ეს პოლიტიკოსებმა, ჩვენ მართლა ვისაც გაგვაქვს საქართველოს სახელი გარეთ, ქვეყნის გარეთ და ჩვენი მხრებით გაგვაქვს. ისინი კი თამაშობენ ამას. დღეს შეიძლება ის რუსეთის დროშა დაწოდა, ხვალ წავიდეს და რაღაც ბიზნესი გააკეთოს რუსეთში. ვიცი, დარწმუნებული ვარ ამაში და მე უბრალოდ მე პირადად მწვენია ამ ფაქტის გამო და როგორ გითხრათ, აი ნახლა ნერვიულობ, რა თქმა უნდა, რომ ეს ჩემი ქალაქში მოხდა და არ მინდა რომ ეს გაიგონ და ამათ რაღაცა სხვა რამე მოყვეს ისეთი არასასიამოვნო მართლა და მე მინდა რომ თვალებში ჩამხედოს იმ ხალხმა ვინც ეს გააკეთა მე დარე ჯანგეფერიძეს ეს მე გამიკეთეს ჩემს ქალაქს გაუკეთეს ჩემს ბავშვებს გაუკეთეს ჩვენ გაგვიკეთეს ისინი ხო ჩვენი ქალაქის სტუმრები არიან ეს არის უვიცობა მე ამას შევაფასებდი ასე